მოგესალმებით მეგობრებო, ინტეგრას პოდკასტიდან, მორიგი ეპიზოდიდან. მე გახლავართ ნია ძერია, ინტეგრას ფსიქოთერაპევტი. დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი უნდა წარგიდგინოთ, თაკო ფაცაცია, კლინიკური ფსიქოლოგი, ინტეგრას ფსიქოთერაპევტი ასევე, რომლებიც მუშაობს წყვილებთან, ჯგუფებთან და დღეს უნდა ძალიან საინტერესო თემაზე ვისაუბროთ, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, წყვილების თერაპიას. თაკო, ესე იგი, სანამ უშუალოდ გადავალთ ამ საკითხზე, მე როგორც გავიგე, შენ საერთოდ ფსიქოლოგიაში მოსულ ხარ ამ ინტერესით. კი ბატონო. ხო, ასეა? კი ბატონო, ჩემი პირველადი ინტერესი სწორედ წყვილების თერაპია იყო, რადგან ყოველთვის მაინტერესებდა ადამიანური ურთიერთობების დინამიკა და რაღაცა ძალიან მომხიბლულად გამოიყურებოდა შორიდან, როდესაც გადავწყვეტე ამ თემით დაკავება, ესე ვთქვათ. თუმცა პრაქტიკაში მე ცოტა უფრო რთულად აღმოჩნდა საქმე, იმიტომ რომ არც ისე მარტივად არ მიდის, როგორც მოლოდინი მქონდა თავიდან ჩემს რაღაც ისეთ რომანტიზებულ ბავშვურ წარმოდგენაში, ძალიან ბევრ სირთულესთან უწევთ გამკლავება წყვილებს დღევანდელ ცხოვრებაში და შესაბამისად თერაპიული პროცესიც საკმაოდ რთული არის, თუმცა ძალიან საინტერესო, ძალიან ფაქისი და ასევე თუ წყვილი არის ღია, ამ შემთხვევაში ბევრი უნიკალური სიახლე შეიძლება შემოვიდეს მათ ცხოვრებაში წყვილების თერაპიის საშუალებით და ესე ვთქვათ, მათი გზა როგორც რაღაცა თავიდან ერთიანობით დაწყებული, რომელიც გზაში ნელ-ნელა იხლიჩება, შემდეგ ისევ ერთიანდება, ამის ფასილიტაციას ეხმარება, ესე ვთქვათ, წყვილების თერაპია. ხო, აი ეს მომენტი თუ წყვილი არის ღია. მე მგონია, ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, რომ განსაკუთრებით ჩვენთან, აი ქართული კონტექსტიდან რო დავიწყოთ მსჯელობა, განსაკუთრებით ჩვენთან განსაკუთრებული პრობლემა. ღიაობა და საერთოდ რას ნიშნავს ადამიანი, როცა არის ღია და მით უმეტეს ერთმანეთის მიმართ როცა ღია არის ორი ადამიანი. ჩვენ ყავდა აქ ანა ღვინიანიძე. ვისაუბრეთ თანამედროვე სასიყვარულო ურთიერთობებზე და იმ გამოწვევებზე, სირთულეებზე, რასაც აწყდებიან ადამიანები პარტნიორთან ურთიერთობისას, ხო? და ამ პროცესშია ეს რაღაც ისედაც ინდივიდუალურად დღეს მე მგონი ძალიან რთულია. ადამიანობა თუ შეიძლება რომ ასე ითქვას და მით უმეტეს ნამდვილად მით უმეტეს როცა აი ამ შენი რაღაცა რთული ცხოვრების განაწილება გიწევს მეორე ადამიანთან თუ წყვილს რაღაცა ამ დეფინიციას მივცემთ რომ ეს არის ადამიანისთვის განაწილება საკუთარი ყოველდღიურობის, საკუთარი ცხოვრების და აქ ბუნებრივი არის კრიზისები, რაღაც პრობლემები და ასე შემდეგ. რო დავიწყოთ ახლა ქართული კონტექსტით, ჩემი აზრით, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს შენ როგორც სპეციალისტი, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, საერთოდ რამდენად არის პოპულარული წყვილთა თერაპია? იმიტომ რომ რაღაცა მე მგონი ცოტა მენტალიტეტის სამბავში გვაქვს მაგას. ეს რა არის? რაც იყო ადრინდელთან შედარებით, ბევრად უფრო მომატებული არის მომართვიანობა, თუმცა მაინც არ არის ხშირი, ვთქვათ, ახლა რო ჩემ სტატისტიკას რო გადავხედო პირადად ჩემთან მიმართვიანობის, ნალბათ 10-დან 1 არის წყვილის თერაპია, დანარჩენი უფრო მაინც ინდივიდუალური. და ხშირად რაც შემიმჩნევია, არის მოდიან წყვილების თერაპიაში, როგორც თითქოს აი ბოლო საშუალება, ამის იქით რომ სხვა გზას ვეღარ ხედავენ, ეს არის თქვათ რაღაცა წამალი ერთადერთი გზა, მეტი ყველაფერი ვცადეთ და სხვა აღარ დაგვრჩა არაფერი და ამის საშუალებით იქნებ რაღაცა არსებობდეს და პრობლემა ის არის, რომ ამ ეტაპზე უკვე ძალიან ბევრი რაღაცა არის დაგვიანებული და უფრო რთულია მერე ამ პროცესის სწორად წარმართვა. შესაბამისად, ესე ვთქვათ, რეკომენდაცია წყვილებს, რომ როდესაც ამჩნევენ სირთულეებს, რაღაცა პერიოდის მერე არ არის აუცილებელი, რომ ესკალაცია მოხდეს და რაღაცა ღრმა კრიზისში ჩავარდნენ იმისთვის, რომ თერაპიაზე მოვიდნენ, უფრო ადრე შეიძლება ამ პროცესის დაწყება და ძალიან ბევრი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს, რის გამოც წყვილი თერაპიაში მოდის. ხანდახან არის, რომ არც რაღაცა ესეთი კონკრეტული კრიზისი ან პრობლემა არ აქვს და უბრალოდ თავისი ურთიერთობის გაღრმავება და ემოციური კონტაქტის გაჯანსაღება უნდათ და ამისთვის მოდიან. შესაბამისად, აი ეს რამდენადხშირია ხოლმე. საქართველოში არ მქონია ესეთი პრაქტიკა, თუმცა უცხოურ ლიტერატურას რო დავეკითხოთ, ძალიან ხშირი არის ესეთი პრაქტიკა და უფრო ესე ვთქვათ, მოქნილები არიან ადამიანები, რომ მივიდნენ თერაპიაზე. კულტურული კონტექსტი ცხადია, რომ აქაც უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად. აი, წეღან რაც ახსენე, ეგ მე მგონი, რომ ძალიან საინტერესო მომენტია წყვილების თერაპიაში, რომ არ არის აუცილებელი მაინც და მაინც რაღაცნაირი მწვავე კრიზისის წინაშე დადგეს ურთიერთობა იმისათვის, რომ მივმართოთ თერაპევტს. მაგრამ თან იმასაც რომ ვითვალისწინებთ, რომ ჩვენთან ჯერჯერობით არც თუ ისე პოპულარულია, შეიძლება ასე ითქვას, თერაპევტთან მისვლა ეს ერთობლივად, როგორ
რა დროს უნდა მიმართოს წყვილმა თერაპევტს? აი ამაზე რო ვისაუბროთ რა, კრიზისი რას ვეძახით კრიზისს? ეგეც უნდა განისაზღვროს ჩემი აზრით, იმიტომ რომ მაინც სუბიექტურია აღქმა ნებისმიერ შემთხვევაში რა არის კრიზისი. და რა შემთხვევაში მიმართავთ თერაპევტს და ასევე ის არის ძალიან საინტერესო მომენტი ჩემი აზრით, როცა წყვილს სურს უბრალოდ გაღრმავება საკუთარი ურთიერთობის და მე რაღაცნაირად ესე ვხედავ, უფრო უკეთ გაცნობა ერთმანეთის და რაც აჯანსაღებს რეალურად მე ურთიერთობას, ხო ასეა? კი ბატონო, ზუსტად ესე არის. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც წყვილები თერაპიაში მოდიან, არის ესე ვთქვათ ემოციური ხელმიუწვდომლობა პარტნიორის, რომ ჩვენ შორის რაღაცა ხდებოდა, კავშირი გქონდა და რაღაც მომენტში ეს კავშირი თითქოს გასადავდა, გაწყდა, ვეღარ უგრძნობ, რომ შენ ჩემი ადამიანი ხარ. ასე ვთქვათ, ვეღარ ვიღებ, ვერც გავცემ შეიძლება რაღაც მომენტში და ვერც ვიღებ შენგან იმას, რაც მე მჭირდება. რა თქმა უნდა, ბუნებრივი არის ის, რომ ერთი ადამიანი ყველა ჩვენ საჭიროებას ვერ დააკმაყოფილებს. და ამის მოლოდინი უკვე დღევანდელ ცხოვრებაში არც უნდა გქონდეს, თუმცა ძველი მოდელი ურთიერთობის ამაზე იდგან, ესე ვთქვათ, მეცნიერები, ფსიქოლოგები უბრალოდ განიხილავენ ორი ტიპის მოდელს კავშირის. მანამდე გქონდა კავშირი შერწყმული, ესე ვთქვათ, და დღევანდელ თანამედროვე ცხოვრებაში უკვე ეს არის კონტაქტისეული კავშირი, ესე ვთქვათ. რაც განასხვავებს იმას, რომ იმ ძველ მოდელში ბუნებრივი იყო, რომ ჩვენ ერთმანეთზე ვართ დამოკიდებულები, ერთმანეთით ვცხოვრობთ, ერთმანეთით არ შეგვიძლია და ეს წახალისებულიც კი იყო და გასაგებია იქ ძალიან რთული ეკონომიკური მდგომარეობა, გარემოებები, რომლებიც ამ ყველაფერზე გავლენას ახდენს და დღევანდელ დღეს თუნდაც ის, რომ გენდერული როლები შეიცვალა, ქალს მეტი დამოუკიდებლობა აქვს და უკვე სხვა როლშიც ხედავს თავს გარდა იმისა, რომ იყოს დიასახლის ბავშვის აღმზრდელი ასე შემდეგ, სხვა მოდელზე გადავიდა, რომელიც არის კავშირის და სეპარაციის. დღეს ეს სჭირდება უფრო მეტად ადამიანს, ვიდრე რომ მთლიანად ვიყო შთანთქმული ურთიერთობაში. შესაბამისად, როდესაც ეს დინამიკა ირღვევა, აქ ჩდება მერე პრობლემები. რაც არის ესე ვთქვათ ერთ-ერთი ეს ემოციური კავშირის გაწყვეტა. ასევე ხდება, როდესაც რაღაცა ესეთი მნიშვნელოვანი კრიზისი მოხდა ცხოვრებაში, მაგალითად ერთ-ერთი პარტნიორის მხრიდან ღალატი, ან რაიმე ტრაგიკული მოვლენა ოჯახში, ან ესეთი დიდი მოვლენები, რომელიც თითქოს მთელ დინამიკას არღვევს. და ამ დროსაც იმატებს ხოლმე მომართვიანობა, უბრალოდ ჩვენთან ძირითადად ესეთ დროს ხდება. როდესაც რაღაცა ესეთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელიც იყო კონფლიქტის, რომელმაც შედეგად მოიტანა დიდი კონფლიქტი, ამ კონფლიქტში მერე უკვე ძალიან ბევრი სხვა დაგროვილი ემოციები მოდის, გადაულახავი გლოვის მომენტები და პარტნიორები დაბნეულები არიან, რომ ვერ ხვდებიან რა ხდება, რომ აქამდე ყველაფერი მუშაობდა, კარგად იყო და აი ამ ერთი რაღაცით უცებ ეს ყველაფერი ესე როგორ შეიცვალა. და სინამდვილეში ეს არ არის მომენტის სრულება, ეს არის უკვე დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, რომლებსაც არ ვსაუბრობთ, კომუნიკაცია არ ხდება. შესაბამისად, რაღაც მომენტში ეს ამოიფრქვევა და მე მოიცავს მთელს ურთიერთობას. და რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ურთიერთობაში და ჩვენ, გეშტალტის თეორია ესე უყურებს ყოველ შემთხვევაში, რომ ორი ადამიანი ქმნის საერთო ველს, რომ მე ჩემი ველი მაქვს, შენ შენი ველი გვაქვს და ერთად რა წვლილი შეგვაქვს ამ ველის შექმნაში. და როგორც წესი, თერაპიაზე ვეძებთ სწორედ ამ ველში არსებულ დინამიკას და არა თითოეული პარტნიორის რაღაცა ბრალეულობას ან პრობლემებს, შინაარსზე არ კონცენტრირდებით, იმდენად რამდენადაც პროცესზე თუ რა ხდება წყვილს შორის. ხო, აი ეს ერთობლივად შექმნა აი ამ ველის რაღაცა ჩვენი სივრცის, რომელშიც ორივე ერთად ვართ, ხო, ეს იგულისხმება არა რეალურად და რაღაც თანაბარი წვლილი შეგვაქვს ამ ყველაფერში. ამ ველს არღვევს ჩემი სუბიექტური შეფასებით, წეღან შენ როგორც ახსენე, კონტაქტის ნაკლებობა, ოღონდ ამ კონტაქტში მე რას გულისხმობ, რაღაცა გულწრფელი, სინამდვილე. კი ბატონო. თუნდაც ის მაგალითად დასაწყისში როგორც თქვი, რომ მაგალითად აი მამაკაცებს თავისი რაღაც სოციალური როლიდან გამომდინარე მეტად უჭირთ ემოციის გამოხატვა, რაც არის კონტაქტის ძალიან დიდი ნაწილი. უზარმაზარი ნაწილია გულწრფელი ემოციის გაზიარება, რომ მე როგორ ვგრძნობ თავს ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ქალს თავისი კიდე რაღაცა გამოწვევები აქვს, ხო ასეად? აი აქედან დარღვეული რაღაც ირღვევა და საბოლოოდ მიდის კაცმარის ახლა როგორც ახსენე ერთ-ერთი ყველაზე მეც როგორც მსმენია, ერთ-ერთი ყველაზე ისეთი გავრცელებული მიზეზი რის გამოც წყვილები მიმართავენ არის მაგალითად ერთ-ერთი პარტნიორის მხრიდან ღალატი.
ეს ღალატით დაიწყო პრობლემა და შეიქმნა კრიზისი თუ ჯერ იყო კრიზისი აი ამ კონტაქტობით გამოწვეული, სადაც არანამდვილი ურთიერთობა მიმდინარეობს და მერე დადგა ეს ღალატი, ესეც ხო გასათვალისწინებელია ალბათ. კი ბატონო, და სწორედ ამის საშუალებას გვაძლევს ველი, ანუ თერაპიაში აუცილებლად ვიკვლევთ ველს, ორივე ადამიანისას. ძალიან ვცდილობთ, რომ არ გადაიქცეს წყვილების თერაპია ინდივიდუალურ თერაპიად, რომელსაც ასე ვთქვათ, მეწყვილე ესწრება და არის ამის მოწმე, თუმცა არსებობს ასევე მომენტები, როდესაც ეს თანადასწრება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პარტნიორისთვის საჭიროა გაიგოს, რატომ ხდება ის, რაც ხდება, რა დგას ამის უკან, რომ ეს არ არის უბრალოდ მე შენზე გაბრაზებული ვარ და შენ მძულ ხარ და გიყვირი, არამედ ამის უკან მთელი კიდევ ისტორია, რომელიც დგას. თავის ბავშვობის ტრამვებით, გამოცდილებებით, რაღაცა დაუხურავი გეშტალტებით, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში მიგროვდებოდა და ჩვენ ისევ და ისევ პარტნიორისგან ვეძებთ, ესე ვთქვათ, ამ ჩვენი დაუკმაყოფილებელი ემოციების დაკმაყოფილებას. და ეს ხშირად ძალიან რთული არის, იმიტომ რომ დიდი წნეხი მოდის პარტნიორზე. ასევე არ არის სიახლე უკვე ბევრჯერ ითქვა ამის შესახებ, რომ ჩვენ პარტნიორს ესე ვთქვათ, არაცნობიერად ვარჩევთ იმის მიხედვით, რაც არის ჩვენში დაუსრულებელი. ის სიყვარული, რომელიც არ მივიღეთ ბავშვობაში, რაღაცა დაგვაკლდა და შევდივართ ისეთ ურთიერთობაში, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ის დაუსრულებელი დავხუროთ. თუმცა ყოველთვის ესე სწორხაზოვნად ეს არ გამოდის, იმიტომ რომ მოლოდინი მაქვს, რომ აქ ყველაფერს მივიღებ, თუმცა შეიძლება პარტნიორი ესეთივე კოოპერატიული არ იყოს, როგორი მოლოდინიც მე მაქვს. შესაბამისად, აქ იწყება მერე ერთმანეთის დადანაშაულება, თითის გაშვერა, რომ შენ ხარ პასუხისმგებელი ჩემს ემოციაზე. და აქ უკვე პარტნიორს უჩნდება განცდა, რომ მას მუდმივად აკრიტიკებენ, მეორე ყოველთვის მისით უკმაყოფილო არის და მიდის თავდაცვაში. და ეს დადანაშაულების და თავდაცვის პოზიცია არის გაჭედილობა. ამას წინ არსად არ მივყავართ. და აი აქედან გამოსვლა არის ერთ-ერთი გამოწვევა, რომელსაც წყვილის თერაპიაში ვხვდებით. პირველ რიგში ალბათ ესეთი გამოწვევა მართლაც ყველაზე რთული რაც არის საუკეთესო შემთხვევაში აი ამ რაც გროვდება ეს დაძაბულობა, უკმაყოფილება ერთმანეთის მიმართ და ასე შემდეგ, საუკეთესო შემთხვევაში გამოიხატება. და შეიძლება არაჯანსაღად, მაგრამ ატყობინებენ მაინც ერთმანეთს, რომ მე ვარ შენით უკმაყოფილო. ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ ამის გამოხატვა არ ხდება, ექსპრესია აბსოლუტურად არ არის. უბრალოდ აი წეღან შენ რაც ახსენე, ეს ველი რაღაცა ჩვენი საერთო სივრცე უფრო და უფრო მძიმდება. ეს რაღაცა შეიძლება არაცნობიერად განცდისეულად იგრძნობა, რომ სადღაც რაღაც პრობლემაა, თუმცა ხელოვნურად ზედაპირულად ამაზე არავინ არ ლაპარაკობს და არათუ არ ლაპარაკობს, არც აღიქვამენ მე მგონი. აბსოლუტურად იგივეა მე მგონი მსგავსი არის ინდივიდუალურ თერაპიაზეც ახლა მოდის ადამიანი, რაღაცა ზედაპირს გიყვება, ზედაპირს გაწვდის, რაც მან აირჩია, რომ მოდი ეს იყოს ჩემი პრობლემა, უხეშად რომ თქვათ, და ამ დროს სინამდვილეში მისი განცდები, რეაქციები ყველაფერი სულ სხვაზე მიუთითებს, ის რაც უფრო ქვემოთ და უფრო სიღრმეში მიმდინარეობს. და ეს ერთი მხრივ გამოწვეული არის ხოლმე ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, როცა ასეთ კლიენტთან მიწევს ხოლმე მუშაობა, იქიდან რომ უბრალოდ ეს ექსპრესიასთან დაკავშირებული პრობლემა არსებობს, არ იცის როგორ გამოხატოს თავისი თავი. მithumetes პარტნიორულ ურთიერთობაში ეს ალბათ შექმნის პრობლემას, მე რო არ ვიცი ჩემი თავი როგორ გამოვხატო, იმან როგორ უნდა დამინახოს, მაშინ როგორ უნდა აღმიქვას. აი, როცა წყვილის თერაპია მიმდინარეობს, მან როგორ ხდება თერაპევტის მხრიდან ამის ხელშეწყობა, რომ უფრო მეტად გამომხატველი და გულწრფელი გახდეს პროცესი. წყვილების თერაპიაში უმნიშვნელოვანი ნაწილი არის შენელება პროცესის. ანუ ის რაც არის ავტომატური, რომ გავხადოთ ხილვადი, მოვაბრუნოთ ესე ვთქვათ, სანათი იმისკენ რაც ხდება და აქ დავიწყოთ ძიება. იმიტომ რომ როგორც წესი, ჩვენი რეაქციები, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა დინამიკაში ურთიერთობების, რაღაცა გვატრიგერებს და იმის მაგივრად, რომ ორი წამი დავპაუზდეთ, თვითრეფლექსია მოვახდინოთ, ავტომატურად გადავდივართ რეაგირებაზე. და სწორედ ეს ქმნის სირთულეს წყვილების თერაპიაშიც, რომ შეანელო ეს პროცესი იმდენად, რომ ადამიანმა რეაგირება მოახდინოს არა თავისი ჩვეული მოდელით, არამედ სხვანაირად, რომ აქ და ამჟამად რა ხდება იმის დამიხედვით. როდესაც მე მეუბნება ჩემი პარტნიორი, რომ მე ამასა და ამას გრძნობ, ეს როგორ მოქმედებს ჩემზე. მისი ემოცია ჩემზე როგორ მოდის და ასევე ჩემი ემოცია მასზე როგორ აისახება. ანუ როგორ ურთიერთვქმედებთ ერთმანეთთან, იმიტომ რომ აქ არის უბრალოდ ეს პასუხისმგებლობის ნაწილი, რომ მარტო მე და მარტო შენ არ ხარ.
არის ეს საერთო დინამიკა, რომელსაც ჩვენი ესე ვთქვათ, ქმედებებით მუდმივად ან ვაზიანებთ, ან პირიქით ვზრდით, სულ ცვლილებების პროცესში არის. შესაბამისად, ყოველთვის, როდესაც ჩვენ მივდივართ თავდაცვის პოზიციაში და არ გავუწვდით, ესე ვთქვათ, ხელს ჩვენს პარტნიორს, რომ ის მან დაგვინახოს ან ჩვენ დავინახოთ ეს იგივე ქცევის პატერნები ნარჩუნდება და არ ხდება ცვლილება. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვანელებთ ამ პროცესს და თუნდაც იმაზე ყურადღების გამახვილებით, რომ ახლა შენი ხმის ტემბრი შეიცვალა, შენი მზერა შეიცვალა, რას გრძნობ ახლა? თერაპევტის ფუნქცია არის, რომ დაიჭიროს ეს პატარა ემოციური გამოვლინებები და ამის შესახებ უფრო მეტი ალაპარაკოს ადამიანს, რომ პარტნიორმა ეს ასევე მოისმინოს და მის გულშიც რაღაცა ემოცია აღიძრას. და ასევე თერაპევტი ახდენს ქცევის მოდელირებას თავისი ცნობის მოყვარეობით. რომ მე არ გიყურებ შენ როგორც რაღაცა ესე ვთქვათ ნაკრებს სხვადასხვა თვისებების ან სხვადასხვა ჩარჩოსი კი ბატონო, არამედ იმის მიღმა რა ხარ, მე არ მაქვს შენზე რაღაცა წინასწარი წარმოდგენები როგორი უნდა იყოს ან რა ხდება თქვენ შორის თქვენს პროცესში. ანუ შევდივარ თერაპიაზე ესე ვთქვათ ნულოვანი პოზიციით, რომ მე მათ შესახებ არაფერი არ ვიცი. და შესაბამისად ამ ჩემი კითხვებით, ჩემი ცნობის მოყვარეობით ასევე პარტნიორს წაახალისებ იმაზე, რომ მანაც გამოიჩინოს ეს ცნობის მოყვარეობა, იმიტომ რომ ხშირად აღმოჩნდება, რომ იმდენი რაღაცა არის, რაც არიციან ერთმანეთის შესახებ, აოცებთ ის სიახლეები, რასაც გებულობენ და ადამიანს სხვანაირად ხედავ. ანუ რეალურად პირველი კონტაქტზე წასვლა უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის. ეს არის მოპატიჟება, რომ მე წამოვედი და შენც წამოდი ჩემკენ. შესაბამისად, აი ეს მომენტი, რომ ადამიანმა შეძლოს იყოს მოწყვლადი ამ უსაფრთხო გარემოში, არის ის, რაც იწყებს რეალურ ცვლილებას და არა ის, რომ რაღაცა შენში არის პრობლემა, შენ რაღაცა უნდა შეცვალო, შენს გამოვართ ესე. ეს არის მე როგორ ვახდენ რეაგირებას მეორე ადამიანზე. მე რა წვლილი შემაქვს იმაში, რომ ის არ ხდებოდეს, რაც ხდება. აი ეს ჩარჩოს საკითხი, ეს ხო რეალურად კრიზისის საფუძველია ალბათ, მგონი, იმიტომ რომ გარკვეულწილად შეიძლება რაღაც მაგალითად მე ჩემი უკმაყოფილების, ხშირ შემთხვევაში ალბათ ჩემი ბრაზის პრიზმიდან ვუყურებ მეორე ადამიანს და უკვე ჩარჩოში მყავს მოქცეული, მე ვხედავ მას როგორც ადამიანს პიროვნებას, რომელმაც მე გამაბრაზა, ჩემში ბრაზი გამოიწვია. ვხედავ მას როგორც კონკრეტულ ქმედებას და არასრულად პიროვნებას, ხო? მე მგონი ასეა. კი ბატონო, ზუსტად. და ეს უკვე მე აუცილებლად ხელს მიშლის, რომ რაღაცა თავისუფალი აღქმა მქონდეს. როგორც შენ ამბობ, ხა რომ შედიხარ რაღაცა ნულოვანი პოზიციით და შენთვის არაფერი არ არის ესე წინასწარცნობილი, შენთვის არის უბრალოდ შესაძლებლობა, რომ გაიგო რაღაც ახალ ადამიანებს. და ეს მომენტი იდეალურ შემთხვევაში წესის წყვილებსაც უნდა კონდეთ ხოლმე ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებაში. და როცა არ აქვთ, მაშინ ჭირდებათ ხოლმე თერაპია როგორც წესი წყვილების, ხო ასე? კი ბატონო, ესე არის. ძალიან ხშირად არის, რომ მე ყოველ შემთხვევაში მე რაც მინახავს ჩემს პრაქტიკაში, რომ თუ მე გაბრაზებ ან თუ უბრალოდ შენ თუ მაბრაზებ და ამას და ამას მეუბნები, ესე იგი ამის უკან კიდე რაღაცა ჩანაფიქრი არის, რომ ანუ რაღაცა თქოს ბოროტი ხარ, შენ ჩემი დაზიანება გინდა, არა ის რომ ეხლა შენ ჩემს ემოციაზე რეაგირებ ემოციურად, არამედ ხო, თითქოს შეფასება მინდის და უკვე აქ ერთვება ჩვენი პროექციები, რომ მე რა წარმოდგენა მაქვს შენზე, ჩვენ თუნდაც წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ან ჩემი სხვა წარსული გამოცდილებებიდან გამომდინარე და რას ველოდები, რომ შენ როგორ მოახდენ რეაგირებას და ეს შეიძლება სხვა სიტუაცია იყოს სინამდვილეში, რაც არანაირ კავშირში არ არის იმასთან, რაც წარსულში მოხდა. ეს არის ახალი უნიკალური სიტუაცია და ადამიანი, ხანდახან არის ხოლმე, რომ ვამბობთ ისეთ რაღაცას, რასაც არ გულისხმობთ, იმიტომ რომ რეაქტიულები ვართ და არის ისეთი შემთხვევებიც, რომ რაც უნდა ვთქვათ და რასაც გულისხმობთ, იმას არ ვამბობთ. და აი აქ იკარგება სწორედ ეს გულწრფელობა და ადამიანი ხდება რაღაცა ზუსტად ეს ჩარჩო, რომელზეც შენ საუბრობ, რომლის იქითაც მე უკვე ვეღარ ვიხედები, ანუ ძალიან იზღუდება ჩვენი ურთიერთობა ამის ჭრილში ასევე, რომ მე შენს ბრაზთან ურთიერთობ მხოლოდ ამ მომენტში და იმ შენ სიძულულთან, რომელიც ჩემთვის ამ ბრაზის უკან დგას და სინამდვილეში შეიძლება სხვა რაღაცა ხდებოდეს. მაგრამ ამას ძალიან დიდი მხნეობა სჭირდება, რომ მე დავიტიო შენი ბრაზი და
არ მივაბა კიდე სხვა რაღაცები, რომ ამ მომენტის ემოცია. რეალურად ჩვენ ყველა ძალით და ყველა შესაძლებლობებით გავურბივართ კონტაქტს აქ და ამჟამად, ამ მომენტში. იმიტომ რომ აქ აღმოცენდება ნამდვილი აუთენტური ემოცია, რომელიც, ჩვენს წარსულთან შეიძლება მკივნეულად იყოს დაკავშირებული და ჩემი ავტომატური დაცვა მეუბნება, რომ მე აქედან უნდა წავიდე. და ყველაზე დიდი სირთულე ალბათ სწორედ ეს არის ამ ყოველდღიურობაში მე მქონდეს ტოლერანტობა იმის, რომ დავიტიო მეორე ადამიანი და ნდობა ასევე იმის, რომ ის მე დამიტევს და მეც დავიტევ მას და ალბათ ურთიერთობაში შესვლის ერთ-ერთი ეს ჩემი აზრი არის, ერთ-ერთი ფაქტორი უნდა იყოს ის, რომ რამდენად მზად ვარ მე გავცე იმდენივე, რამდენსაც ვიღებ. უბრალოდ რამდენის მიღებაც მინდა. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ისმის მხოლოდ მე ეს მინდა და რისი გაცემისთვის ვარ მზად, ამაზე ძალიან იშვიათად ვეკითხებით საკუთარ თავს. და ალბათ ურთიერთობაში ეს არის. რატომ შეიძლება რომ ხდებოდეს ასეა ეს გაცემისგან თავშეკავება, რომ მეც რაღაც უნდა გავცე. იმიტომ რომ რაღაცნაირად ხომ ეგოცენტრული დამოკიდებულებაა ეს აღქმა, რომ მე მინდა მხოლოდ და ალბათ ცოტა ინფანტილურიც, იმიტომ რომ ეს ბავშვისთვის არის დამახასიათებელი, რომ მე მინდა და არ ვითვალისწინებ გარემოებებს, რამდენად შემიძლია რომ მე ეს მივიღო. და ძალიან მნიშვნელოვანი კიდე ძალიან მომწონს ეს ფრაზა, რამდენად შემიძლია დავიტიო მე მეორე ადამიანი. ტოლერანტობის და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ემპათიის მომენტი. ამ შემთხვევაში ემპათია რაღაცნაირად მე მგონი დღეს ცოტა არასწორად აღქმულია. კაი, სიტყვა გაცვდა, მაგრამ რეალურად შინაარსი არსია ამ სიტყვის. მე მგონი ეს საერთოდ არ არის სწორად გაგებული. თანაგანცდა, რასაც ნიშნავს, რომ მე შევძლო და შენი გადმოსახედიდან შევხედო ამ მოვლენას, რომელშიც შეიძლება ერთად ვართ, მაგრამ მე ვარ ჩემი უნიკალურობით. შენ ხარ. და რაღაცნაირად ის რომ შევძლოთ შეჯერება, მე შენგანაც უნდა შევხედო ამ ყველაფერს, ხო ასე. ეს მე მგონი, არ ვიცი შენ როგორ ფიქრობ ამაზე, ძალიან მაინტერესებს. მე როგორც ვუყურებ, ზოგადად თანამედროვე ადამიანს გაუჩნდა ამის პრობლემა. ტოლერანტობის, ხვების გადმოსახედის, ხვების პერსპექტივის გათვალისწინების და ეს ბუნებრივია რომ აისახება პარტნიორულ ურთიერთობაზეც. არ ვიცი შენ როგორ ფიქრობ და მაინტერესებს ეს კიდე რამდენად არის დაკავშირებული ჩემი აზრით დაშორებების შემაშფოთებელ რაოდენობაზე დღეს. განშორებების. კი ბატონო, ძალიან სწრაფად ხდება დაშორებაზე გადაწყვეტილების მიღება და ძალიან მარტივია ადამიანებისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა, მე რასაც ვაკვირდები და ძალიან სწორად უსვამ ხაზს იმას, რომ ემპათია თითქოს არ ფიგურირებს ისეთი დოზით, როგორიც უნდა იყოს ურთიერთობაში. ადამიანებს თითქოს არ იციან, როგორ იყვნენ ემპათიურები, არ ფიქრობენ იმას, რომ სხვას უნდა ასევე გაუგონ. თითქოს ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის წყვილების თერაპიაში, რასაც უყურებ, რომ წყვილების თერაპია წარმატებით მიმდინარეობდეს თვითრეფლექსიის უნარი ადამიანს, რომ ისევ და ისევ შეეძლოს საკუთარი თავისკენ მიბრუნება და ამას რატომ ვამბობ, ამას რატომ ვაკეთებ, ამაზე დაფიქრება, ისევ და ისევ ეს დაპაუზება და ცოტა ხანი ამ განცდასთან ერთად დარჩენა. და ისევ და ისევ ფოკუსირდებით მხოლოდ საკუთარ მოთხოვნილებებზე, რაც არ ვიცი, შეიძლება ასევე განპირობებული არის, თუნდაც რასაც უყურებთ სოციალურ ქსელებში, ეს ინფლუენსერებისგან, რაღაც სხვადასხვა ადამიანები, რომლებიც ძალიან მარტივად გამოხატავენ საკუთარ აზრს, რომელიც არ არის განმტკიცებული არც კვლევებით, არც რაღაცა ლიტერატურით, მოუწოდებენ თითქოს ეგოისტური ნაწილების გაძლიერებისკენ, რომ აი ცხოვრებაში ის უნდა აკეთო მხოლოდ რაც შენ გინდა და სხვა არ უნდა გაითვალისწინო, არავის არ უნდა მოусმინო და ეს რამდენადაც შეიძლება ვიღაცისთვის ძალიან საჭირო იყოს, იმდენად ესე მასიურად ცოტა დამაზიანებელი არის, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ურთიერთობაში ვართ ადამიანები. ჩვენ ესე ცალკეულად მეორე ადამიანთან ერთად ვლინდებით, დიალოგში ვლინდებით, იმისთვის რომ მე გამოვლინდე, შენი არსებობა არის აუცილებელი ამ კონტექსტში. იგივე ხდება წყვილების თერაპიაშიც, კი არა და იგივე ხდება წყვილების ურთიერთობაშიც, ხო რომ მე რომ ვარსებობ, შენი არსებობა უზრუნველყოფს ამას ჩვენს ურთიერთობაში. იმიტომ რომ რაღაც ზედმეტი მოგვივიდა, ხო, მე მგონი ყოველ შემთხვევაში აი ეს რაღაცა არ ვიცი ტრანზიციის მდგომარეობაში ვიმყოფებით ახლა და გადავდივართ სრული რაღაცა არ ვიცი მორჩილება შეიძლება დავარქვათ, რომ სრული შთანთქმულობისგან სრულ რაღაცა ინდივიდუალიზმისკენ, სრული თავისუფლებისკენ და ამასობაში დაგვეკარგა ის მომენტი ზუსტად, რომ ეს ადამიანურ ურთიერთობებში ჩნდება, ჩემი ინდივიდუალიზმი არის იქ, სადაც სხვა ადამიანები არიან, სადაც მათ, იმიტომ რომ მე ხომ მჭირდება აღმქმელი
ვინც აღმიქვამს, რომ მე ვარ ინდივიდი, მაქვს ჩემი საზღვრები, ჩემი ჩარჩოები და ასე შემდეგ, ხო? ეს მერე ავტომატურად მარტივად იღებენ მე მგონი გადაწყვეტილებას ძალიან დღეს განშორებაზე, განცალკევებაზე, იმიტომ რომ რაღაც პატარა პრობლემა წარმოიშვება, დავარქვათ პრობლემა კი ბატონო, მცირე კრიზისი და ავტომატურად შენ მე ვერ მიგებ, ხო, აი ეგ არის ძალიან საინტერესო. შენ მე ვერ მიგებ და ამიტომ ჩვენ აუცილებლად უნდა დავშოროთ ერთმანეთს. აი ეს ფენომენი რა არის შენთვის, რომ ვერ მიგებ? ჩემი აზრით, ზუსტად აქ შემოდის ყველაზე მეტად პასუხისმგებლობის საკითხი, რაც არის უმნიშვნელოვანესი. აი ეს პასუხისმგებლობა მოიაზრებს იმას, რომ მე რას ვაკეთებ ისეც, რომელიც აზიანებს ამ კავშირს. ასე ვთქვათ, ეს განცდა, რომელიც ეხლა მაქვს და მე განვიცდი ამას, ხო? ეს მხოლოდ ჩემი პარტნიორისგან არის განპირობებული თუ ასევე ჩემი რაღაცა ნაწილი არის ამაში და ჩვენ ვთხოვთ მეორე ადამიანს თვლიანად შეცვლას და არ ხდება ესე მეორე ადამიანის ცვლილებით ჩვენ წყვილს ვერ ვცვლით ესე ვთქვათ იმ დინამიკას ვერ ვცვლით ანუ იმიტომ რომ აქაც მიდის ისევ და ისევ თვითების გაშორა და პროცესი რჩება ისევ ესე ვთქვათ ხელშეუხებელი და მხოლოდ მაშინ როდესაც მე ვარ მზად რომ ჩემი წვლილი დავინახო და ვთქვა, რომ აი აქ ეხლა მე არასწორად შეიძლება მოვიქეცი და მე დავინახე შენ როგორ დაგაზიანე, აქედან იწყება ზუსტად ცვლილებები. თაკო, იცი რა მაინტერესებს? კონკრეტულად უფრო მეტად, აი როგორიც არის ეს ფრაზა, რაც ვახსენეთ, ხო, რომ ვერ მიგებ. პრაქტიკაში ყველაზე ხშირად რა ფრაზები ამოდის ხოლმე, რაც გამოხატავს ამ კრიზისებს და ერთმანეთის მიმართ უკმაყოფილებას? ეს ვერ მიგებ ძალიან ხშირად არის, ვერ მხედავ, შენ ჩემი არ მიიღებ ისეთად როგორიც ვარ, ესაც არის ხშირად, არ ატარებ ჩემთან ერთად დროს, არასოდეს ჩემთვის არ გცალია, ყოველთვის სხვა არის შენთვის პრიორიტეტული, ანუ ძალიან ბევრი ესეთი ფრაზა შემოდის თერაპიაში და მე მეფიქრება უკვე ამ სიყვარულის ენაზე, ესე ვთქვათ, რომელიც საკმაოდ ესეთი გაცვეთილი ფენომენი არის დღესდღეობით, თუმცა აქაც არის რაღაცა სიმართლის ნატამალი, რომ ჩვენეული აღქმა გვაქვს, გზა გვაქვს, როგორ ვიგებთ სიყვარულს. ანუ ვიღაცისთვის სიყვარული არის ყურადღება, ვიღაცისთვის სიყვარული არის ჩემთან ერთად თქვათ დროის გატარება, ვიღაცისთვის არის ზრუნვა, საჭმლის გაკეთება მაგალითად იგივე ის რომ ეს სახლი დავალაგეთ, თუნდაც ესეც კი შეიძლება ზრუნვად იხმას ვიღაცებისთვის აღქმული და როდესაც მეორე ადამიანისთვის ეს სიყვარულის ენა განსხვავებული არის, ანუ მე თუ თქვა ჩემი სიყვარულის ენა მაგალითად თუ არის ზრუნვა და შენი სიყვარულის ენა არის ყურადღება, ჩვენ აქ რაღაცას ვერ უგებთ ერთმანეთს, იმიტომ რომ არ გვისაუბრია ამის შესახებ და საბოლოოდ მივდივართ იქამდე, რომ წყვილები ერთმანეთთან არ საუბრობენ. ანუ პირველად წყვილების თერაპიაში ხდება გარკვეულ საკითხებზე ყურადღების გამახვილება, რომ რა მოგწონს, როგორ მოგწონს, რატომ მოგწონს, საერთოდ არ გაჩენილა ჩვენს ველში თემა, რომ ამის შესახებ გვესაუბრეთ. თითქოს თავისთავად უნდა იყოს გასაგები, მე როგორი ვარ, შენ როგორი ხარ და ერთმანეთთან როგორ ურთიერთვქმედებთ. და ესე არ ხდება სინამდვილეში, ხო? ანუ ეს ძალიან დიდი ძალისხმევის და რაღაცა ესეთი ფაქიზი მუშაობის პროცესი არის, ხო, რომ ერთმანეთის შესახებ ინფორმაცია გქონდეს, რა არის ჩემი თუნდაც მატრიგერებელი ნაწილები, რომ მე მოგიფრთხილდე, მე ვიცოდე რა მომენტში უნდა გადავდგა ნაბიჯი უკან და მოგცე შენ სივრცე, რომ შენს ემოციაში იყო. ხო, სხვათა შორის ეგ საკითხი მე მგონი საკმაოდ ძლიერი დიდი წნეხი არის და მე მგონი განსაკუთრებით მამაკაცებზე. იმიტომ რომ რაღაცნაირად ესე დამკვიდრდა თუ ჩამოყალიბდა, რომ აუცილებლად კაცმა უნდა იცოდეს უთქმელად და უყველაფროდ რა სურს ქალს და ეს რაღაცნაირად არ საჭიროებს თითქოს პრობლემადაც კი არის აღქმული რაღაცა კაცისთვის, რომ უბრალოდ ქალისთვის კაცის შესახებ, რომ იცი რა მე თუ დამჭირდა ეხა ძალიან ბევრი ლაპარაკი და ახსნა განმარტება, ესე იგი ვერ მიგებს. ესე იგი რაღაცა არ არის, მასშია პრობლემა აუცილებლად და ამ დროს მე ანუ ჯანსაღი კომუნიკაციის საკითხია, რომ ყველა დეტალი იყოს რაღაცნაირად განხილული. იმიტომ რომ ეს არის მისაწინდელი, რომ ვიცნობდეთ უკეთ ერთმანეთს, აბსოლუტურად გამოვხატავდეთ საკუთარ თავს და მე ძალიან მაინტერესებს აი ეს ფრაზა, რომ შენ მე ვერ მხედავ. რას გულისხმობთ აი ამაში? ძალიან ხშირად ვამბობთ ხოლმე. არა მარტო პარტნიორისგან, ზოგადად ეს დიდი წუხილია ადამიანის, რომ მე ვერ მხედავენ, მე არ ვარ დანახული. რას ნიშნავს აი ეს დანახულობა?
ხო, რას უნდა ნიშნავდეს სინამდვილეში ეს მე ვერ მხედავ ფრაზა, ხო? ამის უკან რეალურად ძალიან ბევრი შრე არის კიდევ და ძირითადად იგულისხმება ხოლმე, რომ შენ ჩემი ემოციებისთვის ადგილს არ ტოვებ, რომ მე გამოვხატო ჩემი თავი, რომ მე ვიყო ჩემი აუთენტური მე შენს თანადასწრებაში, რომ შენ თვალს მარიდებ, როდესაც მე მოწყვლადი ვარ, როდესაც შენგან მხარდამჭერა მჭირდება, როდესაც რაღაცა დახმარებას ვითხოვ და ან თუნდაც უბრალოდ შენს გვერდით ყოფნას და მეორე ადამიანისთვის ეს არის ერთგვარი გამოწვევა, რომ შენ თუ ჩემს გვერდით არ გრძნობ თავს კარგად, ესე იგი მე რაღაცა უნდა გამოვასწორო. და მე როდესაც არ მაქვს ამის გამოსწორების გზები, ხო, ეს უკვე ჩემს ეგოს მთლიანობას აყენებს იმის ქვეშ, უკვე საფრთხის ქვეშ, რომ მე რაღაცა არ შემიძლია, ამის მიღება ადამიანებს ძალიან უჭირთ, რომ რაღაცა არ შემიძლია, რაღაცას არასწორად ვაკეთებ. შესაბამისად მარტივი არის უფრო განსვლა ამ მომენტიდან და პარტნიორი რჩება თავიდან არიდება. და ჩემი გამოცდილებით და ჩემს განცდაში ეს ვერ მხედავ არის რაღაცნაირი საკუთარი მარტოობის გამოხატვა. მე მარტოდ გრძნობ თავს. იმიტომ რომ არ ვარ დანახული ჩემი ემოციებისთვის, ჩემი self-ისთვის არ არის აქ ადგილი. შესაბამისად, ერთადერთი რაც დამჩენია, რომ მე ხელი გამოგიწოდო და გთხოვ, რომ დამინახო. თუმცა ამას როგორც ვთქვით, ძალიან დიდი მხნეობა სჭირდება. და ასევე ეს ხომ ორმხრივი პროცესი არის, რომ შენ რო დამინახავ, მეც უნდა დაგინახო. ანუ შენ თუ მე მხედავ, ესე ვთქვათ, შენც უნდა შეგეძლო შენი თავის დანახვება. იმიტომ რომ ეს მარტო ერთი მხრიდან არ ხდება. და ესეც ძალიან რთული არის, რომ მე ჩემი მოწყვლადობა გაგიზიარო შენს მოწყვლადობაში და გითხრა, რომ ხო, მეც განმიცდია მსგავსი რაღაც და მესმის შენი. და ალბათ აქ ისევ იმ საწყის პრობლემამდე მივდივართ, რომ აქ ზუსტად აი ამ დანახულობის მომენტში პრობლემები ჩნდება იქ, სადაც მე თვითონ არ ვარ თვითკმარი და მე მჭირდება რომ გარედან შევიცო ის რაც ჩემშია ცარიელი და აი ამ ხელა პასუხისმგებლობის რაღაცა დაბრალება ერთმანეთზე, რომ შენ ხარ ის, ვინც მე უნდა შემავსო და ოღონდ ეს ხო არ არის ჯანსაღი, მე ჩემი თავით უნდა ვიყო სავსე იმისთვის, რომ მე დამინახონ კიდეც და აი ეს შესაძლებლობა მქონდეს საშუალება, რომ მე გამოვხატო ჩემი თავი და იმასაც მქონდეს ის სივრცე ჩემთან, რომ მანაც თავისუფლად და უსაფრთხოდ გამოხატოს თავისი თავი. და ამ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ეხლა წეღანთან ვფიქრობდი წყვილების თერაპიაში ერთია რომ რაღაცა ურთიერთობაში არის კრიზისი და ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, შეიძლება ვჩხუბობთ კიდეც, ვკამათობთ, მაგრამ რეალურად მაინც არის ის გზა, რომ გაგაგებინო რა მინდა მე და სატوار, ხო? არა უშავს თუ ვიჩხუბებთ. სხვათა შორის ეგ კიდეც ალკე პრობლემაა, მე მგონი, რომ ეს რაღაცა ერთმანეთისთვის ჯანსაღი კომუნიკაციით იმის შეტყობინება, რომ მე რაღაცაში არ გეთანხმები და ალბათ შენც რაღაცაში არ მეთანხმები. აუცილებლად აღიქმება, რომ უნდა ვიჩხუბოთ და ამიტომ ამას თავს ვარიდებთ, რომ არ ვიჩხუბოთ და ის რაღაც გამოუხატავ რჩება, რაც რეალურად პრობლემაა. მაგრამ მეორე მხრივ ხშირად სამწუხაროდ რაღაც ინდივიდუალური ფსიქოლოგიური მახასიათებლების ფონზე, ალბათ მათი გამოისობით როცა გვაქვს საქმე ადამიანთან, რომელსაც ზოგადად არა ურთიერთობაში, არამედ ზოგადად აქვს ემოციების რეგულაციის პრობლემა, ხშირად ცოტა ძალადობრივ ურთიერთობამდეც მივდივართ ხოლმე. საკმაოდ მწვავე ფორმებით, როცა ხდება ამ დაგროვილი, აკუმულირებული დიდხანს ბრაზის და რაღაცა სიძულვილის გამოხატვა. ასეთ შემთხვევაში რამდენად არის მიზანშეწონილი თერაპიაზე მისვლა წყვილისთვის, როცა ძალადობრივი ურთიერთობა, ან შენ თუ გქონია ეგეთი შემთხვევა, რომ პროცესში აღმოგიჩენია, რომ ეხლა ჩვენ ძალადობრივ ურთიერთობაში ამოვყავით თავი. საბედნიეროდ არ მქონია მე პირადად პრაქტიკაში ესეთი გამოცდილება, თუმცა როგორც ვიცით ძალიან ხშირი არის ეს და ამ დროს არის საჭირო ძალიან ფაქიზი მუშაობა, იმიტომ რომ სიტყვა ძალადობაც კი უკვე დამატრიგერებელი ხდება ადამიანებისთვის, როდესაც ეს ესმით, მქონია მაგალითად შემთხვევა, როდესაც ინდივიდუალურ თერაპიაზე მოსულა ძალადობის მსხვერპლი გოგო და ძალიან დიდი ხანი დამჭირდა მუშაობა იმისთვის, რომ ის იმ გაცნობიერებამდე მისულიყო, რომ ის ძალადობის მსხვერპლი
არის, რადგან ლიტერატურაში რაც წამიკითხავს და რაც არის აღწერილი, არის რომ თუ დროზე ადრე ხდება ამაზე მითითება, ან თქვა რაღაცა ჩართულობა, თერაპიიდან მიდიან, ტოვებენ თერაპიას და მე საერთოდ აღარ იცი იქ რა ხდება. და შესაბამისად წყვილების თერაპიაში ეს კიდევ უფრო ესეთი ფაქიზი მომენტი არის, თუმცა რაღაც ეტაპზე აუცილებლად ვიწყებთ ამაზე საუბარს და ამის აღნიშვნას, რომ ეს არ არის ჯანსაღი, რაც ხდება ურთიერთობაში და აქ უკვე თქვათ ვთავთ ფსიქიატრს, თქვათ კიდევ რაღაცა გავაძლიერებთ მხარდაჭერით სისტემას წყვილის გარშემო, განსაკუთრებით მსხვერპლის გარშემო და საკმაოდ ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება კონფლიქტებს, კონფლიქტი არ არის განხილული იმ თავითვე როგორც რაღაცა ცუდი. თავარი არის ამ კონფლიქტების რეზოლუცია როგორ ხდება. თავარია ეს კონფლიქტი რჩება ღია, თუ ჩვენ ვიწყებთ ამის შესახებ საუბარს და ვპოულობთ ერთად გადარჩენის, ასე ვთქვათ, გზას. და ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ shifting-ი გავაკეთოთ, ესე ვთქვათ, წყვილის იმისგან რომ იყვნენ მართლები, იმ მიმართულებით რომ ერთად მოვძებნოთ გადაჭრის გზა. რა არის გამოსავალი ამაში? რატომ არის უფრო მნიშვნელოვანი რომ მე ვიყო მართალი? რას მაძლევს ეს სიმართლე გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო მეტ დისტანციას მიქმნის, ხო? არამედ ისევ და ისევ კონტაქტზე წასვლა და მოლაპარაკების დაწყება ერთმანეთთან. რეალურად ყველაზე მეტად ეს ხდება თერაპიაში, რომ ჩვენ ვასწავლით ერთმანეთთან მოლაპარაკებას სხვა, უფრო ჯანსაღი გზებით. არა იმ გაცვეთილი პატერნებით, რომლითაც უკვე მიჩვეულები არიან და უკვე ერთი და იგივე იმდენჯერ ითქვა და არანაირ გავლენას აღარ ახდენს ამ ჩემ პარტნიორზე, სუფეხებზე კიდია არ აინტერესებს საერთოდ რას ვეუბნები, ხო? იმიტომ რომ უკვე ყურიც მიეჩვია, არც არაფერი არ იცვლება. შესაბამისად, ეს გამოხატვა ხო რომ ანუ მე ვგრძნობ თავს ესე და მე მჭირდება ეხლა რომ ესე იყოს, ეს არა ის რომ შენ ხარ ისეთი, შენ დააშავე, შენი ბრალია ეს ყველაფერი. უბრალოდ უმარტივესი მეგზავნილი. მეტი არაფერი არ არის საჭირო. და მე უკვე იქით ამ ხარიც აღარ გრძნობ თავს გაკრიტიკებულად და უფრო კოოპერატიული არის იმისთვის რომ ამ თლიანობას მივაღწიოთ. რა თქმა უნდა, თან მეორეს მხრივ ვერც ედავები ადამიანი, რომელიც გიზიარებს საკუთარ განცდას, შეიძლება შეედავო იმაში, როცა რაღაცას გაბრალებს, რომ შენ მოიქეცი ასე. მაგრამ როცა გიზიარებს რა იყო რომ ესე მოიქეცი, შენ ეს გინდოდა სპეციალურად ჩემს ჯინაზე გააკეთე. ზუსტად. მაგრამ როცა გეუბნება რომ მე მაქვს განცდა, რომ მაგალითად მე ვარ ნაწყენი, ვერ შეედავები, ის მისი ემოცია ნაწყენია თუ ვინ არის, შენ ამაზე ვერ გიქნება ვერანაირი კონტროლი, ხო ასე? ხო, ძალადობრივ ურთიერთობაში ხა ალბათ მეც ვფიქრობ, რომ პირველ რიგში ალბათ მსხვერპლის უსაფრთხოების დაცვა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როცა ამას აღმოვაჩენთ და აი ის რაც წეღან თქვი, რომ აი ეს მტყუან მართლის გარჩევა. რაც არის ალბათ ყველაზე დიდი კრიზისი, რომ მე უნდა გაჯობო აუცილებლად, იმითი რომ მე ვიყო მართალი, შენ იყო მტყუანი და მე ამითი თავს კარგად გგრძნობ. მაგრამ მე მგონი ინდივიდუალურ თერაპიაზეც ეს აბსოლუტურად იდენტურია. რომ მოდის კლიენტი აუცილებლად შენგან ითხოვს რაღაცა ვალიდაციას, რომ შენ უთხარ, რომ ამაში სწორი ხარ, ამაში არ იყავი სწორი. მაგრამ ძირითადად მაინც უნდა რომ ყველაფერში სწორი იყოს და ეს მოისმინოს შენგან. და მე ახლა მხოლოდ შემიძლია წარმოვიდგინო, მე წყვილებთან არ ვმუშაობ, მაგრამ მე მხოლოდ შემიძლია წარმოვიდგინო, ალბათ ეს გაბრაზებული წყვილი რომ მოდის თერაპევტთან და იქ რა ხდება, ორივე რომ მოითხოვს შენგან, რომ აბა ეხა შენ გვითხარი, ვინ ვართ მართალი, ხო? კი, და ესეც არის ესე ვთქვათ ერთგვარი მითი თერაპიასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით წყვილების თერაპიის, რომ თერაპევტს აყენებენ გარკვეული მოსამართლის როლში. რომ შენ უნდა გვითხრა, აი ხო ეს იქცევა არასწორად და მე ყველაფერს კარგად ვაკეთებ და ანუ აი ამის ბრალი ეს უნდა გამოსწორდეს და აი ეს არის ყველაზე რთული ნაწილი, რომ ადამიანებმა ასე ვთქვათ ერთი კიდე რაღაცა მინდა რომ ხაზი გავუსვა, წყვილების თერაპიაში გეშტალტი ესე მუშაობს, რომ თერაპევტს არ ესაუბრებიან პაციენტები. ასე ვთქვათ ერთმანეთში საუბრობენ, პირდაპირ დიალოგი აქვს და აქ უკვე თერაპევტი ერთვება თავისი ფენომენების განხილვით, თავისი რაღაცა იდეებით რაც მოდის და კითხვებს სვამს, ანელებს ამ პროცესს, ხო, მაგრამ ძირითადად მაინც თერაპევტისკენ მოდის ხოლმე ეს საუბარი. ეს არის ჩემთვის მაგალითად ყველაზე დიდი სირთულე, რომ დიალოგში დარჩენ ერთმანეთთან და ეს დიალოგი რო წარმატებული იყოს, ასევე გარკვეულ მოთხოვნილებებს უნდა აკმაყოფილებდეს, ხო? ანუ მე უნდა მქონდეს განზრახვა, რომ ვიყო ამ დიალოგში ჩართული, მე ესე ვთქვათ ინკლუზიური უნდა ვიყო ამ მომენტში, რომ ამ პასუხისგებლობას ვიღებ მე ჩემ თავზე, რომ ეხლა აქ ვარ, მოვდივარ და
ჩვენ გვაქვს საერთო განზრახვა, საერთო მიზანი, რომ ეს კონტაქტი გავაჯანსაღოთ. თუ ერთ-ერთი კლიენტი არის მაგალითად თავდაცვის პოზიციაში, რომ მე აქ არაფერი არ მესაქმება, ჩემში არანაირი პრობლემა არ არის და მე საერთოდ ვერ ხვდები, რატომ მოვედით აქ, იქ დიდად პროგრესს ვერ განვიცდით. ან ორივე კლიენტს უნდა კონდეს სურვილი, რომ ურთიერთობა გააუმჯობესონ. ეგ ხო ინდივიდუალურ თერაპიაში ძალიან დიდი ბარიერია, როცა ვიღაცის თხოვნით ან უარეს შემთხვევაში მოთხოვნით მოდის ადამიანი, აბსოლუტურად აზრი ერთ ადგილას ტრიალებს და არაფერი არ ხდება. როგორადაც არ უნდა მიუდგეს თერაპევტი ამ შემთხვევაში. და წყვილების შემთხვევაში ეს რაღაცა გაორმაგებული მგონია, იმიტომ რომ ერთის мотиваცია არის წამოსული და ის აქტიურობს და მეორე შეუვალია აბსოლუტურად და ინარჩუნებს აი ამ თავის რაღაცა მდგომარეობას პოზიციას. ხო ესეთ დროს რა ხდება? და ასევე არის ძალიან ხშირად შემთხვევები, ამ კითხვას რო ცოტა ცლად რო უპასუხო, რომ აი ამ მოლოდინით მოსულები, როდესაც სხვა რაღაცა ხდებათ ამ თერაპიულ სივრცეში და არა ის სასამართლო, რომელიც გონიათ რომ იქნება და ხანდახან პირველად არის რომ ამ პროცესში, რასაც ვსაუბრობთ, რომ დანახულები არიან, რომ მათი სიტყვის და მათი ემოციისთვისაც ჩდება ადგილი, მერე უფრო კოოპერატიულები ხდებიან, ანუ თუ მათაც ისინი ხედავენ რაღაცა სარგებელს ამაში, რომ მე კი არ მომიყვანეს ყურით, ესე ვთქვათ, რომ გამომასწორონ, არამედ მეც რაღაცას ვიღებ აქედან. ჩემი არსებობაც აქ მნიშვნელოვანი არის და განსაკუთრებით მამაკაცებისთვის, რომლებიც ინდივიდუალურ თერაპიაზეც შეფარდება არის, ალბათ აქაც 10-დან 1, ძირითადად ქალები მოდიან თერაპიაში, ხო? ისედაც რთული არის მამაკაცისთვის დახმარების თხოვნა და აღიარება თავისი რაღაც იმის რომ მე რაღაცა ჩემ პრობლემას ვერ ვაგვარებ და ოჯახში პრობლემას ვერ ვაგვარებ მამაკაციეს, ხო? ძალიან დიდი სირცხვილი არის. შესაბამისად ის რომ მოდიან თერაპიაზე და ეს პირველი ნაბიჯი გადაიდგა, უკვე ძალიან დიდი მართლა დიდი ნაბიჯი არის, იმიტომ რომ ამას ბევრი რაღაცის გადალახვა მოუწია რომ აქამდე მოსულიყო. თუმცა ხო ხშირად არის მაინც ის პრობლემა რომ დიდი ხანი გიწევს მუშაობა იმაზე რომ დარწმუნდნენ კლიენტები რომ უსაფრთხო გარემო არის ნამდვილად აქ მათთვის. ეს არის ხანგრძლივი პროცესი და ისევე როგორც ინდივიდუალურ თერაპიაში ალიანსის შეკრა მოითხოვს საკმაოდ ესე ვთქვათ უსაფრთხოების უზრუნველყოფას, იქ რაღაცა ზედმეტი გამოვლენა არ უნდა იყოს თერაპევტის მხრიდან, რა დროული არ არის, ანუ ჩვენ მეტაპოზიციაში მუდმივად ჩართულები ვართ, რა ხდება ჩემში, რა ხდება კლიენტებს შორის, რა ხდება ჩვენს საერთო ველში და შესაბამისად ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ, სანამ რაღაც ინტერვენციას განვახორციელებთ. რომ რაღაცა ზედმეტი არ იყოს, რაღაცა უდროო არ იყოს, რაღაცა სხვა მიმართულებით არ წავიდეთ საერთოდ. ამიტომ აქ თერაპევტის დამუშავებულობაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ თავისი ფიგურები არ შემოიტანოს ამ ველში. ცხადია. წეგან როგორც ახსენე, აი მაგალითად მამაკაცისთვის, რომ ის აუცილებლად ყველა პრობლემას უნდა აგვარებდეს და არ შეიძლება რომ მას რაიმე არ შეეძლოს და ასე. ეს არის რეალურად მინიმუმ ქართულ კულტურაში მამაკაცის სოციალური როლი. თუმცა დასაწყისშივე აღვნიშნეთ, რომ თანამედროვე სამყაროში ეს როლები შეიცვალა, ქალის როლიც უფრო სხვანაირია, უფრო თავისუფალია, უფრო გაცდა ოჯახის ჩარჩოს და უფრო სხვადასხვა როლები შეითავსა და მამაკაცისაც აბსოლუტურად შეცვლილია. ეხლა მაგაზე ვფიქრობდი ზუსტად, ძალიან მაინტერესებს შენი გამოცდილებითაც წყვილების ურთიერთობაზე როგორ აისახა ეს როლების ცვლილება, იმიტომ რომ აქამდე რაც ჩვენ ვიცოდით და რაც იყო წამყვანი დომინანტური მდგომარეობები, ასე ვთქვათ, ქალისა და მამაკაცის, ეს ძალიან დიდი ხანია ასე გრძელდება და რაღაც ინერციით მოდის ძალიან დიდი ხანი. და არც თუ ისე დიდი ხანია პირიქით თუ ისტორიულ კონტექსტში გავითვალისწინებთ, ძალიან ცოტა დროა ჯერ იმისთვის, რომ აი ამას რაღაცა ორგანულად შევეგუოთ ყველა, რომ ეს როლები შეიცვალა, ხო? ჯერ კიდევ ძალიან ახალია და თითქოს რაღაც უხერხულად ვართ ქალებიც და მამაკაცებიც აი ამ ახალ როლებთან, ხო? ამ ახალ ვალდებულებებთან თუ პასუხისმგებლობებთან რაც დაგვეკიცრა. მე მგონი არ არსებობს, რომ ეს წყვილებზე არასახულიყო. აუცილებლად აისახება, რა თქმა უნდა და ძალიან დიდ დაბნეულობას იწვევს ეს როლები, იმიტომ რომ მანამდე ყველაფერი გასაგები იყო. ნაწილი აი ამას ვაკეთებ, ნაწილი ამას ვაკეთებ, თუმცა ამ შეცვლილმა გარემომ, შეცვლილმა ველმა აუცილებლად მოახდინა გავლენა უშუალოდ ჩვენს დინამიკაზეც. თუნდაც ის რომ ცხოვრების ტემპი ძალიან აჩქარებული არის. ჩვენ არ გვაქვს აი თუნდაც იმის შესაძლებლობა, რასაც ვაკეთებ წყვილების თერაპიაში, ხო, რომ
გავჩერდეთ, 2 წამი დავპაუზდეთ და მოусმინოთ ერთმანეთს, ხო? იგივე პრობლემა არის ყოველდღიურობაში, ყოფითობაში, წყვილის, სადაც ისინი ვერ გამონახავენ ერთმანეთისთვის დროს. იქ აქედან ბავშვები არიან, იქ სკოლაში არიან წასაყვანი, იქაც წრეებზე არიან წასაყვანები, ხო? აქაც რთულდება განაწილება, ვინ რას ვაკეთებთ, ხო? ჩვენ ვიცოდით, რომ თქვათ, მამაკაცი აკეთებდა იმას, რომ აი ბავშვი უნდა წაიყვანოს სკოლაში, მოიყვანოს სახლში, ასე შემდეგ, დედა ახვედრებს საჭმელს, სახლი დალაგებული არის, ასე შემდეგ, თუმცა, ხო, ქალებისთვის დღესდღეობით საბედნიეროდ შეიცვალა ეს ნარატივი და აღარ არის ესეთი ვალდებულებები, თუმცა მამაკაცები, ყოველ შემთხვევაში ჩემს პრაქტიკაში ქართველი მამაკაცებისგან ძირითადად მაინც ეს მოთხოვნები არის, ანუ ეს ინტროექცირებული წარმოდგენები, როგორი უნდა იყოს ოჯახი, რა იყო ჩემთვის ოჯახში რა ხდებოდა და აქ რატომ არ არის ესე, ხო? ანუ ეს ჩვენი აღქმა, ჩვენი რწმენები ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდ გავლენას ახდენს. და ერთ-ერთი სირთულე არის ასევე ამის მიღმა დანახვა, რომ ეს აუცილებლად ესეთი პირველი ჭეშმარიტება კი არ არის, არამედ ის რაც ჩემი უნიკალური გამოცდილებაა, თუმცა სხვანაირადაც შეიძლება იყოს. ეს flexibility, ასე ვთქვათ, მოქნილობა, რომელსაც ვეძახით, ხო, რომ ფსიქიკაისთვის, როგორც ინდივიდუალური ადამიანისთვის, ხო, რომ ჩვენ ადაპტირებულობა მუდმივად სულად გარემოსთან ხომ მნიშვნელოვანი არის, ხო? ისევე ხდება წყვილშიც, რომ რაღაცა რო შეიცვალა, რამდენად შეგვიძლია ჩვენ ამასთან ადაპტირება. რამდენად მზად ვართ ჩვენ რომ ჩავდოთ ეფორტი იმაში რომ ჩვენ შევიცვალოთ აი ამ შეცვლილ გარემოებებთან ერთად. იმიტომ რომ როგორ არის იცი, რაც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, ვთქვათ, როგორღაც ამუშავდა. თავის დროზე ეს სისტემა ესე აეწყო და თავისი გზით მიდიოდა, მაგრამ შეიძლება ერთი მხრიდან რაღაცა ცვლილება მოხდა და ეს სისტემა აირია. რაღაცა აღარ მაკმაყოფილებს, არა და მანამდე ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ რაღაცა ერთი, რა ვიცი, მე მომივიდა რაღაც ახალი ინსაიტი მაგალითად, მგონია რომ ურთიერთობაში რაღაცა არ მომწონს და შესაბამისად ეს უნდა შეიცვალოს და მე უკვე პარტნიორსაც ვეკაჩები ამ ცვლილებებისკენ. მაგრამ ველში შეიცვალა სინამდვილეში რაღაცა. ეს ველი უკვე აღარ არის ისეთი დამაკმაყოფილებელი ჩემთვის როგორიც იყო მანამდე. შესაბამისად, ჩემი ცვლილება მოითხოვს, ასე ვთქვათ, ამ ველის ცვლილებას და ველის ცვლილება მოითხოვს მერე ჩემს ცვლილებას. ეს არის მუდმივად დინამიური და ცვალებადი პროცესი. კი ბატონო. ახლა პრაქტიკულ ნაწილზეც რო გავაკეთოთ უფრო მეტი აქცენტი, წეღან ახსენე შენ ეს სიტყვა მითიო. ბევრი მე მგონი რომ მცდარი წარმოდგენა არსებობს წყვილების თერაპიის შესახებ და რომ განვსაზღვროთ ზუსტად რა ხდება ამ პროცესში, რა არის ეს მცდარი წარმოდგენები, რაც საზოგადოდ არის გავრცელებული და სინამდვილეში თერაპევტი რას აკეთებს, ანუ რა ფუნქცია და როლი აქვს და როგორ მოქმედებს, იმიტომ რომ ჩვენ აქაც გვისაუბრია პოდკასტის ფარგლებშიც და მე მგონი რომ ასეც არის, რომ ძალიან ხშირად თერაპიაზე მისვლის ბარიერს ქმნის ის, რომ მე არ ვიცი იქ რა მელოდება და ის, რაც ადამიანმა არ იცის და რაც მისთვის გაურკვეველია, ყოველთვის საშიშია და ყოველთვის თავს შეიკავებს, რომ გადადგას ეს ნაბიჯით. აი ეს ცოტა ცხადი რო გავხადოთ, რომ რატო უნდა მოვიდნენ წყვილები მაგალითად თერაპიაზე. კი ბატონო. თერაპევტის როლი პირველ რიგში წყვილების თერაპიაზე არის ის, რომ იყოს განმანათებელი, რაღაცა იყავს ფანარი, მაგრამ თერაპევტს არ აქვს რუკა. თერაპევტმა არ იცის რა მიმართულებით უნდა წაიყვანოს, ესე ვთქვათ, წყვილი. ისინი თვითონ რაღაცა ჰომეოსტაზური მდგომარეობით მიდიან რაღაცა მიმართულებით და ყველაზე კარგად თვითონ იციან მათი პრობლემა რაში მდგომარეობს. ჩვენი მიზანი არის ამ ყველაფრის გამოკვლევა. ჩვენ ვსვამთ კითხვებს, ისევ და ისევ ამ ცნობის მოყვარეობით, ინტერესით, რომ რა ხდება ამ პროცესში, სინამდვილეში, აი ამ გამოვლენილი ემოციების უკან რა დგას. და ასე ვთქვათ, ვასწავლოთ ერთმანეთთან საუბარი, ვიყოთ გარკვეულწილად მთარგმნელები. იმიტომ რომ ხშირად შემჩნევია, რომ ადამიანი რაღაცა ერთს ამბობს და მეორე აბსოლუტურად სხვანაირად პასუხობს. თითქოს არც გაუგია რა თქვეს. და შესაბამისად ასეთ მომენტებში თერაპევტის ჩართულობა და გამეორება თუნდაც აი ნახე, ეხლა ეს ითქვა და შენ როგორ გაიგე? შენამდე როგორ მოვიდა ეს სიტყვები? და რამდენად იყო იმ ადამიანის განზრახვა, ვინც ეს სიტყვები თქვა, ის რაც მოხდა, ესე ვთქვათ. განსხვავება იმის, რომ რა არის განზრახვა და რა გავლენა მოახდინა. რომ შეიძლება რომ მე სულ სხვა განზრახვა მქონდეს და სულ სხვა გავლენა მოვახდინო და ესეც არის ნორმალური.
ჩვენ ისევ და ისევ ვერ ვკითხულობთ და წინასწარ არ ვიცით ჩვენი სიტყვები როგორ იმოქმედებს მეორე ადამიანზე. შესაბამისად, თერაპევტი ხდება ფასილიტატორი ამ პროცესის, რომ ადამიანებს უფრო ღრმად დაანახოს, რა ითქვა, რა არის იმის უკან და როგორ შეიძლება რომ მე ეს მივიღო, ისე რომ ეს ჩემი მთლიანობა ასევე არ დაირღვეს. ესე იგი მე თუ სწორად გავიგე წყვილების თერაპიაზე მივდივარ იმისთვის, რომ უფრო უკეთ გავერკვე საკუთარ ურთიერთობაში, პარტნიორთან ერთად, საკუთარ თავში და საკუთარ ურთიერთობაში ნამდვილად და რაც მთავარია, ის რაც ყველა თერაპევტისთვის მნიშვნელოვანი თვისებაა და რაც ნებისმიერ ურთიერთობას აჯანსაღებს, მე მგონი, მაქვს მოსმენილი ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის, ფსიქოთერაპიის ერთ-ერთ ლექციაზე, რომ უსმინი არა იმისთვის, რომ უპასუხო, არამედ იმისთვის, რომ გაიგო. აი ეს არის, მე მგონი, ამოსავალი წერტილი, ამას როცა შეძლებენ ადამიანები ერთმანეთთან, არა მარტო წყვილები, არამედ ზოგადად ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობაში, ხომ ასეა. ბოლოს მოკლედ სანამ დავასრულებთ, მინდა რომ ამაზე თქვათ 2-3 სიტყვა პირველ რიგში. ეფექტურობის ნაწილი, ანუ სტატისტიკურად როგორ არის ჩვენთან, არ ვიცი რამდენად, მაგრამ საერთაშორისო დონეზე მაინც რამდენად ეფექტურია და როგორ მუშაობს წყვილთა თერაპია და განსაკუთრებით საინტერესოა კიდე კონკრეტულად როგორი წყვილები ახერხებენ გადალახონ ეს რაღაცა 9-მთა და 9 ზღვა წინააღმდეგობებისა და დარჩნენ ერთად. ბოლოს საქართველოში სამწუხაროდ არ გვაქვს წყვილების მიმართულებით კვლევები, მეცადე რომ მომეძიებინა დღეისთვის, მაგრამ ვერ ვიპოვე ვერაფერი, შესაბამისად უფრო უნდა დავეყნო უცხოურ ლიტერატურას, სადაც აღნიშნული არის, რომ დაახლოებით 50-60% წარმატებულობა აღინიშნება წყვილების თერაპიაში. ანუ ისინი, ვინც მოდიან წყვილების თერაპიაზე, ამათგან 60% დაახლოებით აგრძელებს ერთად ცხოვრებას, ნუ ყოველ შემთხვევაში იმ მოცემულ მომენტში თერაპიის შემდეგ და ეხლა წლების მერე ყოველთვის არ ხდება ხოლმე follow-up-ი, ესე ვთქვათ. რაც შეეხება იმას, თუ რა განსაზღვრავს, რომელი წყვილები რჩებიან ერთად, სიუ ჯონსონს დავესესხები ამ ნაწილში, რომ ემოციებზე რეაგირების უნარი. ის რომ მე ხელმისაწვდომი ვიყო შენთვის ემოციურად და მზად ვიყო რომ შენი სირთულის დროს შენ გვერდით ვიყო და ამასთანავე შევინარჩუნე ჩემი მთლიანობა, ანუ არ შეგერწყა და შენთან ერთად ცუდად არ გავხდე, არამედ დავიტიო ისევ და ისევ შენი ემოციები და შევძლოთ ჩვენ ერთმანეთთან ერთი მიმართულებით ყურება. არა საპირისპიროთ, არამედ რომ ასევე ხო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვთანხმდებით ცხოვრების სტილზე, რამდენად არის ჩვენი ღირებულებები ერთმანეთთან ახლოს, იმიტომ რომ ესეც უცნაური საკითხი არის, თქვათ, როდესაც ურთიერთობაში შევდივართ უფრო ადრეულ ზრდასრულობაში, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში ვართ, ხო? აქ ურთიერთობები კიდე სხვანაირი არის, ხო? ერთად ვაყალიბებთ რაღაცეებს, მაგრამ როდესაც უკვე ჩამოყალიბებული არის ეს ღირებულებათა სისტემა და ორი ზრდასრული ადამიანი ხდება ერთმანეთს, ხო? იქ უფრო სირთულეები იქნება იმაში, რომ ჩემი რაღაცა შენ არ გერგება და მოდი შენ უნდა შეცვალო. მაშინ როდესაც ჩემი სხვანაირია, შენი სხვანაირი და არ არის აუცილებელი, რომ ერთმანეთს ვემთხოვოთ, თუმცა ამ შემთხვევაში ვერ ვაგრძელებთ ერთად თანაცხოვრებებს, რაღაცა ფუნდამენტური არის ჩვენ შორის განსხვავებული, თუნდაც ამ ღირებულებების დონეზე. მაგრამ აი ეს ნაწილი, სადაც მე ემოციურად შემიძლია შენზე ვირეაგირო და არ ჩავიკეტო, არ გკრახელი და მიუხედავად იმისა, რომ ჩემს რაღაცა სირთულეებს განვიცდი, მაინც მოვდივარ და შენთან ვარ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ურთიერთობის. შესაბამისად, რასაც პრაქტიკა აჩვენებს, ყველაზე მყარი კავშირი სწორედ ესეთ ადამიანებს აქვთ და ასევე სადაც არის ეს ემოციური სიღრმე. დღევანდელობა მოიტანა ასევე ურთიერთობების ზედაპირულობა. ძალიან ისეთი სუბუქი რაღაცეებით ყოფილდებიან ადამიანები, ასევე იგივე მას რო შევეხოთ, რომ მარტივად ანგრევან ვიღაცები ოჯახს, ხო, ესეც ზედაპირულობასთან არის ჩემი აზრით დაკავშირებული, რომ მე ვეძებ რაღაცა მარტივს, რაღაცა მარტივად ხელმისაწვდომს, სწრაფ დაკმაყოფილებას, instant gratifications, რასაც ვეძახით, ხო, და ესეც ქმნის ურთიერთობაში
ურთიერთობაში ბევრ პრობლემას, იმიტომ რომ ვთქვათ, ხაცა კონფლიქტი მაქვს ოჯახში და ამ დროს გარეთ რაღაცა ესეთი ძალიან მანათობელი და ლამაზი ხდება და მე იქით მინდება გაქცევა და ვერ ვიტევ იმას, რაც აქ არის, მაგრამ რეალურად კვლევები, რასაც გვაჩვენებს, ჩვენ უფრო ბედნიერები ვართ მყარ ურთიერთობებში, ვიდრე როდესაც ბევრ სხვადასხვა ადამიანებთან შევდივართ ურთიერთობაში, იმიტომ რომ ურთიერთობა მოიაზრებს ასევე იმას კი არა მეორე ადამიანი მიყვარს თუ არა, არამედ მე ჩემი თავი მიყვარს თუ არა მეორე ადამიანთან, იმიტომ რომ ყველა ურთიერთობაში ჩვენი უნიკალური ნაწილი გამოდის. საერთოდ რატო გვიყვარდება ადამიანი, ხო? იმიტომ რომ მასთან მოდის რაღაცა ჩვენი ისეთი ნაწილი, რომელიც სხვა არავისთან არ ვლინდება, რომელიც ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და მეც ძალიან მიყვარს. თუმცა არ არის ისე მარტივად ხელმისაწვდომი და შენი არსებობა არის აუცილებელი, რომ მე გამოვლინდე და ამიტომაც არის ხოლმე მტკივნეული, როდესაც სასიყვარულო ურთიერთობაში ეს დანახულობას ვერ გრძნობთ, იმიტომ რომ ეს ასევე მე არ მაძლევს საშუალებას ჩემი თავი დავინახო. შესაბამისად, როდესაც ეს კავშირი არის გაჯერებული ორივე მხრიდან ზრუნვით მეორე ადამიანზე ფაქიზი დამოკიდებულებით, აქ უფრო შეგვიძლია რომ ვიყოთ ჩვენი აუთენტური მე. და დაშორებაც ამიტომ არის ხოლმე ძალიან რთული, რომ იმ ადამიანებთან ერთად ჩემი ეს ნაწილიც თითქოს სადღაცა მიდის და მე ის უნდა გამოვიკლოვო. კი ბატონო, თუმცა ეს მარტივი დათმობა დაშორებას რაც ქმნის მე საბოლოოდ, ხო? წეღან როგორც თქვი, რომ აქ რაღაც პრობლემა მაქვს და გარეთ რაღაც ფერადი კარგი რამეები ხდება და მე იქ მინდება. ეგეც ჩემი აზრით არის თანამედროვე ადამიანის ძალიან დიდი პრობლემას ვეძახი ყოველ შემთხვევაში ამას, რომ ადამიანს აღარ უნდა ოდნავი დისკომფორტიც კი. და ჩემთვის ეს საშიში ტენდენცია, რომ ის რომ მე დავრჩე ჩემს ტკივილში, პრობლემაში, იმისთვის რომ გავერკვე ამ ყველაფერში და იქიდან რაღაც გამოვიტანო, ჩემთვის სასარგებლო და ხანგრძლივ პერსპექტივაში და არა ხანმოკლე სიამოვნებაზე ორიენტირებული, რაც იქნებოდა რომ გარეთ რო ფერადი რაღაცა იქ გავიქცე და ვიყო იქ კარგად. ოღონდ ის მარტივად ამოწურვადია, ის ძალიან მალე დასრულდება. ხო და აი ეს ბუნებრივია მე რეწყვილებზეც ცხადია რომ აისახებ. კი და კიდე იცი რა არის საინტერესო, რომ ურთიერთობები თითქოს ასოცირდება რაღაცა შეზღუდულობასთან, ისევ და ისევ ჩარჩოებთან, თავისუფლების დაკარგვასთან. მაშინ როცა ეს არ არის სინამდვილეში, ანუ ურთიერთობა მოიაზრებს თავისუფლებას, ხო, რომ მე ვიყო ჩემი თავი. ამის ფუფუნება ყველგან არ გვაქვს და ამიტომ არის ეს ინტიმური ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ის ერთი ადამიანი არის მაინც, ვისთანაც მე ბოლომდე თავისუფალი შემიძლია ვიყო. ნუ რა თქმა უნდა, გარკვეული საზღვრებით რაღაცა ჩარჩოები ყველგან რაც არ უნდა არ გვინდოდეს მაინც არის, მაგრამ ეს თავისუფლების ხარისხი სწორედ მეორე ადამიანთან ურთიერთობაში არის ძალიან მაღალი. თუმცა გარემო ისე ფუთავს თითქოს ურთიერთობაში რაღაცა შეზღუდულად უნდა ვიგრძნოთ თავი, რაც ძალიან სამწუხაროა და კიდევ მნიშვნელოვანი ელემენტი, რაც ჩემი აზრით ინარჩუნებს ურთიერთობას მყარად, არის მეგობრობის ელემენტი ურთიერთობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, რომ ჩვენ არ ვართ უბრალოდ რაღაცა პარტნიორები, რომლებმაც ხელი მოაწერეთ თანაცხოვრებაზე, არამედ შეგვიძლია ერთმანეთთან ვიღლაბუცოთ, ვითამაშოთ, ეს თამაშის ელემენტი, ხო, რომ ვიმხიარულოთ, ვიცინოთ, თუნდაც რაღაცა ბალიშებით ვიჩხუბოთ ერთმანეთთან, ხო, რომ ეს რაღაცა ბავშვური ნაწილიც შემოვიდეს და არ იყოს მხოლოდ ეს ოჯახური ვალდებულებები. და მხოლოდ ზრდასრულის როლი. კი ბატონო, კი ბატონო. ძალიან რთულია ხოლმე გასამკლავებლად ძირითადად. და ეს რაღაცა სიხალისე ურთიერთობაში, რომელსაც მოიაზრებს, იქ ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის უფრო ფართო სოციალური წრე, თქვათ, ჩვენი მეგობრები, რომლებიც ასევე არიან ჩვენი ამ დინამიკის მონაწილეები, ხო? რომ მარტო მე და შენ არ ვართ ამ ურთიერთობაში, ასევე სხვა ადამიანებიც ყავს და ისინიც არიან ჩვენი მხარდაჭერი გარემო. და მხოლოდ ერთი ადამიანისგან არ ვიცი. და გარკვეული გავლენა აქვთ იმაზე, რაც ამ ჩვენს ველში ხდება და ჩვენს ყოველდღიურობაში. კარგი, თაკო, მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო საუბრისთვის და წარმატებები შენ და წყვილებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა შენს მოწვევისთვის და ძალიან სასიამოვნო იყო ეს. ჩემთვისაც.